ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში გასაჭირია. ვიცით სტატისტიკა, ვიცით, რომ 70% არის გულმუშევარი ამ ქვეყანაში. სავალალო დღეში არის დღეს ჩავარდნილი ფოთის მოსახლეობა. ისევე როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ ფოთში ძალიან წვავედ იგრძნობა. წვავედ იგრძნობა ირაკლი მაგების საუბრა, რომ ფოთი არის კავკასიის კარი. მთელი ამიერკავკასია აქედან მარაგდება. აქ გაედინება ამიერკავკასიის ეკონომიკა და აქ და ამის ფონზე ძალიან თვალშისაცემია ის სიღატაკეთა სიღარიბე, რომელიც უწევს ამ ქალაქს. თბილისში იგეგმება გრანდიოზული აქცია, სადაც გაცხადება ჩვენი მიზნები და ვის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ მომავალში. და იქიდან ეს ბრძოლა დაიწყება და მოედება მთელ საქართველოს.